გამარჯობა, შეგიყვებით ვაკაცთა დღეს. მოვიდა კიდევ ერთი ლაიონის აუქციონის დრო, იმიტომ რომ ჩვენი კია გაიყიდა. ცოტა კი დააგვიანდა, ეთყობა რაღაც ბაზარზე ძალიან ჩაწოლილია სიტუაცია, მაგრამ როგორც იქნა კია გაყიდულია და ახალი ავტომობილის მოძებნის დროს დადგა. ჯამში მოგვიგროვდა ბარე მაგასაც ვიტყვი $9,400 გვაქვს მანქანის შესაძლებლად და იდეაში გასაკეთებადაც, მაგრამ როგორც დაამოღავებდით, მანქანას რო ყიდულობ ხოლმე მე ის დარჩენილი ფული არ ყოფნის და ძირითადად მე საკუთარი ფული ემატება, მე აკლდება და ასე შემდეგ. მაგრამ საერთო ღირებულება ავტომობილის ის რჩება თავიდან რაც იყო ჩანაფიქში და ისე იზრდება როგორც უნდა გაიზარდოს. ეხლა ჩამოული იმ ავტომობილებს, რომლებიც ასე თუ ისე ჩემი წარმოსახვაში საინტერესოა. ყველა საინტერესო არის ის, რომ არც ერთი ავტომობილი არ დამითვალიერებია, რომ წინასწარ არც ერთი ავტომობილზე მიღებული გადაწყვეტილება არ მაქვს, რომ ანუ ეს უნდა ვიყიდოთ, არ უნდა ვიყიდოთ. გუშინ და მთელი კვირა ძალიან გადატვირთული მქონდა და სამწუხაროდ დათვალიერება ვერ მოვასწარით. თან მანქანაც ისე გაიყიდა, რომ უცბად დაემთხვა, რომ ახლის ყიდვა გვიწევს. შესაბამისად, ეხლა წავიდეთ დავათვალიეროთ, რომელი მანქანა არის საინტერესო. საერთოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრი ნაწილი ჭირდება თან შედარებით იაფიანია და ბიუჯეტი ამ შემთხვევაში უკვე გვიწყობს ხელს, რომ ცოტა ესეთი უკეთესი მანქანა ვიყიდოთ, რავი შედარებით ზვირიანი. დავაფოკუსეთ. მოძებნოთ ეს ავტომობილი, ჩვენი Hyundai Kona მოძებნა, მდგომარეობასაც ხედავთ. წინა მარჯვენა მხარე იყო დაზიანებული და აქ უკვე გაკეთებულია ამ შემთხვევაში. საინტერესოა ანუ ეს უკვე გამზადებული იდეაში გასაყიდად და ეს მანქანა ამიტომ არ მაინტერესებს. მოდი ეს დავიკიდოთ. ანუ ხო რა ეს არის რა ქვია გაკეთებულის ყიდვის მუღამს ვერ ხვდები საერთოდ რა. იქით რა ხდება? F1 ვიცი და არ მინდა. დიდი გარბენით არის როგორც მახსოვს. ვიდეოებში შემხვდა. სხვათა შორის Mercedes-ი არ არის ცუდი ვარიანტი, არც ეს Alfa არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ Alfa მე მგონია რომ ჩვენ ბიუჯეტში არ შეეტევა. აი ეს Mazda-ა საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის ლაითი შესაყვაჩინკებელია და შეიძლება ამაზე ფიქრი. მოდი ვნახოთ ერთ სამსონო. ნახეცხვირი დაშლილი იყო. საჭესაც შეღებვა რესტავრაცია არ აწყენდა. სამაგიეროდ კარი იხურება მაცივარებით. ხო, ანუ ისეც ვერაფერს ვერ ვატყობ, რომ გითხრა რომ რაღაცა განსაკუთრებული ჭიშტკო არა რა. წინა მარჯვენა კრილო ვაფშე არა გვაქვს, სარკე არა აქვს, არ ვიცი ვაფშე არა აქვს თუ. მოდი საფარგულში ჩავიხედოთ. რა ჩამოყვა, რა არ ჩამოყვა, აზრი არა მაქვს. ტაქსი, კრილოსგან რაც დარჩა აქ არის, კრილო არ გვაინტერესებს, არც ეს კანტი დიდად არ გვაინტერესებს. რისი რა არის? ეს რაღაც წინ მისაკრობი იქნება წესი და კანონით. საფასკა აქვს, მეტი არ არის. ისეთი არაფერი არ ხდება. სარკე არ არის. ამის სარკე არ ვიცი, თა რა იღირება. ან მგონია რომ იაფი იყოს. ეს არის მიყენებული იდოქში რა. ფარები და რაღაცები რა მდგომარეობაშია წარმოდგენა არ მაქვს. რაც შეეხება Mercedes. ხო, სალონი კაია. აქ აქვს დაზიანება. დრაჟი 088 არის? ხო, 088 არის. აუქციონის ჩანაწერები ვერ მოიძებნა, მაგრამ რეპორტები აქვს. მოდი ვნახოთ რეპორტები რას გვიტყვის. სავარაუდოდ სადღაც გარეთ აუქციონზეა ეს მანქანა შეძენილი, ანუ ისეთ აუქციონზეა, რომელზეც უბრალოდ რა, კოპარდზე და EI-ზე არ არის სავარაუდოდ ნაყიდი ეს მანქანის. შესაძლოა ის Mercedes-იც საინტერესოა. არა, მუშაობით, კარგად მუშაობს, просто ეს არის, რა ქვია. რამდენად მონგებიანი იქნება ეგ არის რა. რავჩეთი სავარაუდოდ ფინანსებში ვერ გაუკაჩავთ და Alfa-ს რაც შეეხება, Alfa-ს მე მგონია რომ იაფი არ ეღირება რა, ჩვენ ფასში აქ რა ეღირება, მაგას ვერ გაუგებ, მაგას ხე, ანუ საწყისი ფასი რაღაცა ხო ექნება შეჩერა. ანუ მე მგონია რომ საწყისი ფასი უკვე ჩვენ ფასზე მეტი ექნება. მე მგონია რომ მეტი. Я так думаю. მანქანები დავათვალიერეთ. ჩვენთვის საინტერესო დღეს არის Mazda CX-ი, მეტი საინტერესო სამწუხაროდ ჩვენთვის დღეს არც ერთი ავტომობილი არ არის. ანუ რომელიც საინტერესო იმის ბიუჯეტში ვერ ვეტევით და რომელიც ბიუჯეტშიც ვეტევით, საინტერესო ნაკლებად არის რა. ანუ მისეთი იაფასიანი მანქანები დღეს ნაკლებად არის აუქციონზე, შედარებით ზვირიანებია, რაც მე მაინტერესებს და რაც მე არ მაინტერესებს, ისინი იაფად არის. ამიტომ ჩემი და ეს რა ქვია, მანქანების ინტერესები ვერ ემთხვევა ერთმანეთს.
ამაზეც შეიძლება ცდა. მოიცა და შევხედოთ ერთს რა არის და რა არ არის. რატოღაც მგონია რომ ეს იქნება. გარი აუქციონის მანქანა იქნება ეს. კლინ. მართლა ჩეკია თო? სადადი. ხოთქი გარი აუქციონზე ან არის. და არ არის. არ მინდა რა მეზარება რა. აი მეზარება რა. მისას გაუსწორდება ივანიკიტას. მე ვცდი ჩემს იმას რა ქვია, Mazda-ს თუ გამომივიდა, არ გამომივიდა, ნუ გამომივიდა, შემდეგზე ჩაბუვათ. ანუ შენთვის რო იყიდო მანქანები რა, კაი არჩევანია, ანუ შენთვის საყიდლად, პირადად რო ყიდულობდი ხა ჩემთვის სასიარულოდ, ავარჩევ. მაგალითად F-ით შეიძლება, Alfa-ც შეიძლება, იქითაც Mazda 3-ც შეიძლება, ანუ ჩემთვის რომ მინდოდეს რაღაცას ავარჩევ, მაგრამ გასაყიდად ცოტა ისეთია რა. ჩემთვის საინტერესო არაფერი არ არის ხა. ნახოთ, შემდეგ აუქციონზე ნახოთ. თუ დღეს Mazda ვერ მოვიგეთ, მაგრამ რატომაც გონია რომ ვერ მოვიგეთ. ხო, ანუ ეს არის რა, ისეთ ფასს ვიხდი, რომ აქ ფასში არავინ არ მიცემს და მეტის გადახდა კიდე არ მინდა. ამიტომ არ ძღირსე. ხო, საჩალიჩო ბევრია რა, გასაკეთებელი კიდე ბევრია და ამიტომ ნახოთ. ბაზარზე რა ღირს ვაფშე? ბაზარზე რა ღირს? როგორ ნახა? ცუდი ხალხი არ იქნებოდეთ, ხო? მეზარება. მაგრამ მეზარება ამის კეთება. გაუშვიოთ. შენედა არა. ხო რა. Adlize? ვერ გავყიდი შეჩერა. ანუ ეგა ეს 5D-ში იყიდო და განაბაჟო დაგიждდება უკვე 7-ზე მეტი. განა რა ღირს ხა 212-ები რო არა არც მე არ ვიცი ამათ სპეციალი, მაგრამ AMG პაკეტია ერთი ეგასწორებს და შავშია და ვიზუალურადაც ნორმალურია რა. ხო, იქითები ყველა იყო და აქეთებიც ყველა იყო. ეს და რავჩიტირი დარჩა. რავჩიტის ჩვენ ისედაც ვერ ვიყიდით შესაბამისად, მაქსიმუმ ეხა ეს ვიყიდოთ. თუ არა წავედ სახლში. მაინც ავდგები რა, იცი რა. კითხულად დგები, მაგრამ ჩვენი დროებაში ძალიან რა სადამდე გავყვე. ანუ იმას გავითვალისწინებ, როცა ცოტა ფულს ვამატებ ხოლმე გასაკეთებლად. ამას გაკეთება ეხლა არ ჭირდება. შესაბამისად, სადაც 10 და 2-მდე შეგვიძლია გავყვეთ. ხო, რა თუ 10 და 2-მდე მოვიგეთ, თუ ვერ მოვიგეთ თავს ვარ. ნახე სათამაშოებია. არაფერი, რავი, წავა ვერაფერი ვერ მოვიგეთ და მივიდიოთ სახლში.
და ეს რა ქვია, შემდეგ შაბათს დავბრუნდებით წესით. თან ამ კვირაში ხა ვიჩვენებ ამერიკაში დავათვალიერებ, იქნება რაღაც საინტერესოს გავარტყა. იქაც წდი, აქაც წდი, ორივე თუ ვიყიდე ვაფშე მაგარი. მოკლედ ნახეთ. წავედით შემდეგ კვირაში დავბრუნდებით რა. თქვენთვის რამდენიმე წუთი, ჩემთვის შემდეგი შაბათია. ჩემთვის შემდეგი შაბათია. ესე იგი, დღეს არის to be continue. შემდეგი შაბათია, და ცოტა კი დავაგვიანეთ მე მგონი მასვლა. ნუ ცოტა დავაგვიანეთ, იმედია დაწყებული არ არის. ეხლა შევაუწყოთ, დავრეგისტრირდები. ავიღებ რეგისტრომერს. დღეს 2 მანქანა მაქვს შერჩეული რა. ყოველ შემთხვევაში 2 მანქანაზე ვცდი თამაშს. ერთი არის Model 3 Tesla. მეორე არის Honda Insight. და ვნახოთ რა გამოგვია. დანარჩენები ჩემთვის საინტერესო არ არის, თუმცა დღეს ის არის, რა ქვია, ბევრი იაფიანი მანქანა რაც ასწორებს რა. ანუ ბევრ ადამიანს გაუხარდება ეგ ყველაფერი. თავისთვის ვისაც უნდა მანქანის ყიდვა, იმისთვის საინტერესო იქნება. ვნახოთ. შემდეგზეც ნახეთ Tesla-ები გამოდის. დაჟე იწყება უკვე. დაკოქილი უყენიათ, ანუ უკვე ხოდია. წავედი დავრეგისტრირდე. რეგისტრაცია გავლილია, წავედი ახლა მანქანები გავათვალიეროთ, რას ვიყიდო. დღეს მე მგონი რა ცოტა ხალხი, რამდენი ხალხი გაიჩიტა. მეთქი ეგარი და იქნება პონტი იყოს ხო და. პირველი ობიექტი არის ეს. მოდი ეს სტანდარტული ილეთი შევატაროთ ახლა. ნახოთ კარჩეკი რას გვეტყვის. aks იქ სავალნაწილშიც ქონდა რაღაცა. ნახე, ეს ქონდა მოღრეცილი საბურავი რა. ხო, გიტარა. და აშკარად გაკეთებულია. კაროჩე, ბამპერი უნდა, ეს უნდა, აქ შიგნით არ ვიცით რა იქნება. ისეთი კატასტროფული არაფერი და იქაც ისეთი არაფერი არ ჭირდა. ეხლა ამაზე რეპორტი რო არ ვიყიდო, ლაიონის გვერდზე დევს პირდაპირ Carfax-ი. გადავედით, ნახეთ. და ერთი დაზიანებით არის, ეს დაზიანება აქვს მარტო რეგისტრირებული. Carfax-იც კაი აქვს. ბიჭო, არა, კაი მანქანა. თან შავი სალონით არის. და წელიც მე მგონი დამავიწყდა კი არა, ამის რუჩკის მონგოს სტანდარტ პლუსია. მაგრამ ლონგი არ არის, მაგრამ ვიტო ხლებ რა. შეცდომებში რა გვაქვს? Okay, გასაგებია, შეძლებელს replace low voltage battery გასაგებია. ხალხოზე უფრო მეტ ენერგიას მოიხმარსო. კაროჩე, ეს არის რა ქვია. თუ ვიყიდეთ თემო შენთან ვართ რა. აქაც იგივე ილეთს ვატარებთ. არა რა, ეს ჩემი ეს რა ქვია, კარჩეკზე დამატებული ფოტოს გადაღების ფუნქცია დღითი დღე უფრო მომწონს. ესე იგი, იქ როგორი ბიჭი იყო. ხო, საბურავს სავალნაწილში ამასაც პრობლემა ქონდა. მინიმუმ წიაგები არის შეცვლილი, როგორც მინიმუმ და გაკეთებული. თალში საჭის აირბაგი არ ქონდა. კაი, გასაგებია, წავედით Carfax-ი ვნახეთ ახლა. იქ როგორი იყო? ეს ერთი ჩანაწერით არის დაზიანების. ისეთი არაფერი არ ხდებოდა გარბეი, ნორმალური სერვისები. ოფიციალურად თითქმის არ აქვს გავლილი არაფერი. არა, ნორმალია და გარბეინიც ნორმალურია რა. კარები გაქცეულია? ხო, იმაშია წამოღებული. კაი, ეს არ მომეწონა. ჭერის აირბაგი არ არის, კამის აირბაგი არ არის, საჭის აირბაგი არ არის. აირბაგებზე კაი სამუშაო. რო გითხარ, ამ მანქანაზე ბევრზე გაყოლა ღირს თქო არა? საჩალიჩო რა, აი ეს კარია ყველაზე საჩალიჩო. აი სტოიკა უნდა გაასწორო პირველ რიგში. აი რა წამოთრეული აქვს. აი იქ იქნება გასაჭიმი, რომ კარი თავის ადგილზე დადგეს და საავადმყოფოდ კარის შეცვლაც შეიძლება ნუ კარს გააცოცხლებ რამე რო იყოს, მაგრამ თუ გეომეტრია კარს დარღვეული, მე ვერაფერს ვერ გააცოცხლებ. კაი, всё, გასაგებია, მოკლედ ამ ორ მანქანას ვცდით რა. ნახოთ. ეხლა არის ჩვენი ჯერი, ანუ თან ეს შემოდის, ამის მერე Tesla შემოდის, ეს მერე მეგორი Porsche. ანუ სამივე მაინტერესებს რა. ამას მიყვები დაახლოებით 9:02-მდე, Tesla-ს მიყვები 9:00-მდე და Porsche-საც მიყვები 9:00-მდე. მეტი ფული არ არის. ნახოთ რა იქნება. დავიდო. დავიდო, უკვე თუ დაველოდა ჯერ ვაწოლოს გადაელოდა. აჰა, მოდი შენ კაპიტე ვეგადაგებ რა. შენ კაპიტე ვეგადაგებ. მიდი. $100 თამაში $100.
ახალგაზრდა ოჯახი მიდავს ამ მანქანაზე და თუ კონკურენციაში იქნებიან, გავატაროეჭვენ. შანსი არ არის გადაუვიდო. დანარჩენებს კი ბატონო. ამათ გავატარ. წავედი მე შესვენებაზე. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ როგორ ვერ მოვიგეთ ახლა. ჯაქის გროვა ვიყიდეთ ახლა. ო, შეჩემა, ჯმა სალონით არის. და ეს არის, რა ქვია, ეს მაგარი ხო? კი, ასლა შეჩემა, რო იყიდი მე რომ დაათვალეო წინასწარ მანქანის ნახვის დედა. ანუ ეხა ხვდები ხო, რამდენი ტვინი გვევა უკვე. კაპოჩიც რო ჩავეხედა ყიდვამდე. კი. ცოტა ანტიფრიზის სუნიც იგრძნობა, ხო? შენ გრძნობ ხო მაქსიმს? მე იმედი მქონდა რომ სხვა მანქანების სუნი იყო ეგ ანტიფრიზის, მაგრამ მე მგონი ამისია. კაპოტი ვაფშე იხდება? ხო, კაპოტი იხდება. ძრავი არის, ხო? სუნი საიდან მოაქვს? ნუ დონე ნორმალური დგას. რო წავიყვანთ ეს არის ჩაქცეულია. არ არის გამორიცხული. რო წავიყვანთ მე გამოჩნდება ეგ. ამან წინ ალუმინის ბოლტებიდან კრეშკის გამოშვება იცის ხოლმე და იქინა ზეთის დაღვრა, იმედი მაქვს მაგის გაკეთება არ მოგიწევს, იმიტომ რომ მაგის ჩალიჩი მაგრად მეზარება, რაღა დავმალო. ფარის კრონშტეინები სხვათა შორის მთელი ჩანს და ფარი თავის ადგილზე დგას. ხო, ეგ ასწორებს. ბალკა თავის ადგილზე დგას, აი ცოტა მიყუდებული აქვს აი ამ ადგილში. კარჩე, აბლიცოვკა გვინდა, ბამპერი გვინდა, კაპოტი გვინდა, კრილო გვინდა, კარები გვინდა, გამოჯიმა გვინდა. ვაზე ნეტავინ არის ამის. ბიძო? ო, გაიმვაზე ბიძო იქნება. სავალნაცილში არ ვიცით რა ხდება. კარჩე, საათი გვინდა და აირბაგები გვინდა. აირბაგები ოღონდ თავი პრობლემა არის ის, რომ მოჭრილია. შეკეცილი კი არ არის, ეს მოჭრილია. სკამის ვნახოთ, სარკეც გვინდა. აეროდინამიკური სარკე. სკამის აირბაგი არ არის მოჭრილი და ძალიან מחარებს. აი всё, გასაგებია რა. სალშოს ჩემი პირველი პორშე. ხო, ანუ ვაკაზე პორშე არ ყოლი. ჩვენი პორშეს გაყვანის დროც მოვიდა. მოკლედ ეს არის რა ქვია, პორშე დატერმინალებული იყო, ანუ პერიოდი აქვს გასული გამბაჟების. ცოტა გვიან გამოვიდა აუქციონზე და შესაბამისად გვიწევს გამბაჟება პირდაპირ და მერე გაკეთება. ამიტომ ეხლა განვაბაჟებ, ჩავსხდებით და იმედი გვაქვს რომ წილკნამდე გადავა. დანარჩენს მერე გავიგებთ უკვე გზაში. მოკლედ წავედით ეხლა განვაბაჟეთ მანქანა, თან აქვე ბაჟდება რაც ყველაზე მეტად ასწორებს, ანუ მარტივია რა. მოდიხარ პირდაპირ ლაიონის ტერმინალზე ამბაჟებ და აქედანვე მიყავს უკვე ნომრებიანი. მოკლედ ეხლა შევიდეთ, ნომრები მივუყენოთ, ეს ამშაბა, მაგრამ ამ ვიდეოს ისეთ დროს დავდებთ, რომ ეს მანქანები უკვე გაყიდული იქნება, ამიტომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს ამშაბათის მანქანები რომლები. მოკლედ მაკანი სახლში მოვიდა. ვიდეო დაგიმთავრე, ამით ვამთავრებთ ამ ვიდეოს? ესე იგი, ეხლა რა ხდება? მოკლედ სახლამდე მოვიყვანეთ ჩვენი შეძენილი მაკანი. ეხლა აქედან წავალ უკვე მე დაშლილებში, შევაგროვებ ნაწილებს, გავივლი ბიძოსთან, შეღება, მეღება, ასე შემდეგ. მოკლედ, შემდეგ ვიდეოში ვნახოთ ამ მაკანის გაკეთება რა დაგვიჯდება, რაც ყველაზე თავარი, იმიტომ რომ ცოტა არც ერთ შემთხვევაში არ დაждდება რომ უყურებთ თვალებში. აი, პირდაპირ სუპერკარი ვიყიდეთ, მე მგონი და არ ვიცით რა.
მაგრამ ცოტა არც ერთ შემთხვევაში არ დაждდება. მაგრამ მაგას აუცილებლად ყველა ერთად ვნახავთ, რას ვიყიდით, როგორ გავაკეთებთ და რა გამოგვივა ამ მანკანისგან. აი ეს დაიმახსოვრეთ, რომ ესე გამოიყურება და მე ვნახავთ რა იქნება. ესე იგი, ჩვენი 200-ის გათამაშების დროც მოვიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 200-ს ვათამაშებ ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის, როგორ წაიღებთ და რას უზავთ, თქვენი გადასაწყვეტია. კოცონზე დაწვავთ, ხევში დააგორებთ, მანქანად ააწყობთ, პიკაპად გადააკეთებთ, ბიძაშვილს აჩუქებთ თუ რას უზავთ, ეგეც თქვენი გადასაწყვეტია. ანუ მე არაფერს შუაში არ ვარ მაგ ყველაფერში. ეხლა რა ხდება? ესეთი ფიქერი ავაწყე კარჩეგჯიზე, უცბად პატარა მივამატე, რომ ავირჩიოთ გამარჯვებული და ამ ფიქერში ანუ ჩაყრილი არის 98 მონაწილე, რომლებიც წინა ვიდეოებიდან არის არჩეული. ასევე აქვე ლინკს გაჩვენებთ, ბარემ რომ იცოდეთ ყველამ, აი ეს არის ლინკი, 1-2 კვირა ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, ეს ლინკი არ გავთიშავ, რომ ყველამ შეძლოს და შევიდეს დაათვალიეროს, იქ ისე გათამაშების დაჭერაც შეუძლია და ვირტუალურად რაღაცების მოგებაც, მაგრამ ვერაფერს ვერ მოიგებთ, ეხლა ვის მოიგებს, ხოლმე ის იქნება გამარჯვებული. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეცედინებათ, რომ სია ნამდვილად ის არის, რა ქვია, გაკეთებულია, სწორია და ნამდვილად სწორად არის არჩეული. კაი, დაუბრუნდეთ ეხლა იმას, რა ქვია, გათამაშებას. აქ არის სია, თავის ვიდეოებით, კომენტარებით და ყველაფრით. და მოვიდა დრო რომ ავარჩიოთ გამარჯვებული. ეხლა ნახე, დავაწვევი და ამ დაწოლის მერე რომელიღაც თქვენგანი მოიგებს თლიან Mercedes. რა მაგარია Mercedes რო იგებ. ვევოსე Mercedes რო იგებ რა. ნუ ეხლა ცოტა Mercedes. ეს ცოტა აგიხრა, მაგრამ კარჩე giveaway რო დააწერა თან ჩემმა ძმამ. დავაი. დავაი. შმაგკაზაშვილი 23-16 შმაგკაზაშვილი არ ვიცი რას ნიშნავს. შოთა ალბათ შოთა მაგკაზაშვილი. ბოდიშიც მოგვარს თუ არასწორად კითხულობ, თუმცა გილოცავ შენ ნამდვილი Mercedes-ი მოიგე. აი ხშირ შემთხვევაში ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე 3 ან 4 დღე უყურებ ხოლმე შენს ვიდეოებს, მაგრამ ყოველი წუთი ხირს. შენ გაიხარე ჩემო მაგ კომენტარისთვის, ნამდვილად იმსახურებდი იმ Mercedes, რომელიც მოიგე. რა თქმა უნდა, პირადში უნდა მოგწერო, რა თქმა უნდა, გადავამოწმებთ, რომ ნამდვილად შენი დაწერილი კომენტარია, ჩასწორებას გთხოვთ ან რაღაც ეგეც ვიზავთ და შენ გადმოგეცემა შენი კუთვნილი Mercedes-ი, მაგასაც გადავიღებთ წილკნიდან ევაკუატორით, როგორ მიყავს, იმიტომ რომ მაგას თავის ხვით ვერ წაიყვან. წინასწარ რომ ისედე მანქანის წასაყვანად რომ მოხვალ, ევაკუატორით ჩამოდი. მოკლედ, გილოცავ და დღევანდელი ვიდეო ალბათ სულ ეს იყო. ამით დავასრულოთ. ჩვენი საინტერესო შენაძენი უკვე დატოვებულია, დაგასპოილერებთ და ძალიან მალე დაიწყება გაკეთება და შემდეგ ვიდეოში უკვე ვნახავთ რა და როგორ და რანაირად და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ, სანამ თქვენ კამერას გათიშავთ, და თითი წაიღო რომ კამერა უნდა გაეთიშა, მაგრამ მე კიდევ ერთი რამე მაქვს სათქმელი. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ. ვიდეოს დასაწყის ვინც თავიდან ბოლომდე უყურეთ, იმათ განსაკუთრებული მადლობა, ვინც ეს ვიდეო გადააზიარეთ, დაალაიქეთ და რაიმე აქტივობა გამოხატეთ ამ ვიდეოზე, აუცილებლად ყველას უღრმესი მადლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება რა. მოკლედ, მადლობა იმისთვის რომ არსებობთ.